რაჭა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი მხარეა. გამორჩეული თავისი მთებით, ისტორიული ციხეებითა და ეკლესია-მონასტრებით. მთებში უჩვეულოდ სუსხიანი ზამთრითა და ბარატყოჩი ვარდებითა და ფურისულებით მოსული გვიანი გაზაფხულით. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, მტერთა შემოსევებისა და აოხრებისა, რაჭას დღესაც ამშვენებს უძველესი ისტორიული ციხეები და ეკლესია-მონასტრები, გედივით ყელმოღერებული ბარაკონი, მრავალძალი, ცხრაჯვარი, ცადად ყორცნილი ნიკორწმინდა. უკვე მრავალი წელია, რაც ნიკორწმინდის ეპარქიას თავს არწივივით ევლება ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე. მართლმკვეთელი მღვდელმთავარი, რომლის სიტყვა მთისა და ბარის ექოდ იქცა. ხვა უგურურმა, გულსა თვისა, არა არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახავროთ და ღმერთმა. ერისკაცობაში ელდარ ჯოხაძე 1959 წლის 16 თებერვალს ონის რაიონში, სოფელ შქმერში დაიბადა. 1966 წელს მან თბილისის მეოთხე საშუალო სკოლა, მოგვიანებით კი 51 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა. 1968-69 წლებში სოფელ შქმერში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. ეს მისი სამშობლო არის, მისი სოფელი არის, სიმაღლე, სიყვარული, აი აქედან არის დაწყებული ყველაფერი და რაღაცნაირად აქ რაჭაში და მით უმეტედ ამ ადგილას რომ მოხდება ვინმე, უკვე მოწამლული არის აი სიყვარულით და სწორედ მეუფენ კი მოწამლული კი არ იყო, სამშობლო იყო ეს, მაგრამ ყველა მოწამლა აი სიყვარულით. 1970 წლიდან მეუფე ელისეს სწავლას თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აგრძელებს. პირველი კურსიდან ერთად სწავლობდით. ჩვენში ყველაზე შრომის მოყვარე და ყველაზე ნიჭიერი იყო. სწავლაში თითქმის ყველას გვჯობდა და საერთოდ იუმორი ჰქონდა რაღაც ისეთი საოცარი, რომ აი პედაგოგებიც კი გაოცებულები იყვნენ და ძალიან ბევრი გვაქვს დასწავლი მისგან ჩვენ თანაკურსელებს. უღალატო კაცი იყო, რასთავარი და პატრიოტი. 1982 წლის 19 ივნის მეუფე ელისე ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. ერთი წლის შემდეგ მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. 1985 წელს ეკურთხა მღვდლად. მას შემდეგ მეუფე ელისე სხვადასხვა დროს მსახურობდა ნიკორწმინდის, დიდუბის ღვთისმშობლის, ანჩის ხატისა და მეტეხის ტაძრებში. მრავალ ადგილას იმსახურა მან ერთგულებით, თავდადებით, თავგანწირვით იშრომა და ემსახურა საქართველოს ეკლესიას და ჩვენს სამშობლოს. მრავალ ადგილს, ტაძარს ატყვია მისი ხელი, სიყვარული, ღვთისა სიყვარული, ღვთის სახლისა და მოყვასისა. ბერად 1996 წლის 15 მარტს აღიკვეცა. ამავე წელს წმინდა სინოდის მიერ ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული და ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა. მეუფე ელისეს 2002 წელს მთავარ ეპისკოპოსობა ებოძა. 2008 წლის 16 თებერვალს კი მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აყვანილი და ჯვრით ხელში ქრისტეს ნამდვილ ჯარისკაცად იქცა. მეუფე ელისე გამოირჩეოდა თავისი უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულით, კაცთმოყვარეობით და სტუმართმოყვარეობით და გამოირჩეოდა ძალიან იუმორით და გამოირჩეოდა იმ სიყვარულით, რომელსაც აი ხიბლავდა ადამიანსა და რაღაცნაირად აი მისი სიტყვები, როგორი პრობლემაც არ მქონოდა ადამიანს, მალამოსავით ედებოდა. მან უდიდესი წვლილი გაიღო თავისი ქვეყნის, თავისი მშობლიური კუთხის განსამშვენებლად, უამრავი ეკლესია ააგო, საკუთარი ხელით ამკობდა კანკელებს. თავისი კუთხის ყოველი კუნჭული განსაკუთრებულად ძვირფასი იყო მისთვის. დიდი მოკრძალებითა და რუდუნებით უფრთხილდებოდა მიწის ყოველ გოჯს. თავისი სამწყსოს კეთილი მწყემსი მრევლის ტკივილითა და სიხარულით ცხოვრობდა. მეუფე იყო კეთილშობილი ადამიანი, სათნო, მოყვარული თავის მრევლის, თავის ეპარქიის, სამშობლოს, ქვეყნის. ტკიოდა დღევანდელობა, განიცდიდა იმ დუხჭირ ცხოვრებას, რაც ქვეყანაშია, რაც რაჭაშია. უყვარდა ყველა და გვიყვარდა ყველას კიდევ. მეუფე იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გაჭირვების დროს გვერდით უდგა ადამიანს, უანგაროდ. ეს იყო გულითადი ადამიანი, საკმაოდ ძალიან მოკრძალებული. ბევრი შეიძლება მის შესახებ, მის პიროვნების შესახებ საუბარი, მისი მღვდელმთავრული ღვაწლის შესახებ საუბარი, მაგრამ განსაკუთრებით ალბათ უნდა გამოირჩეს მისი თვისებებიდან მისი უბრალოება და დიდი სიბრძნე. მე ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ როდესაც მიწევს ხოლმე რაჭის ამა თუ იმ სოფელში
მომლოცველობა და სხვადასხვა ოჯახში მისვლის დროს მე ყველა ოჯახში მხდებოდა მეუფის დატოვებული სიტყვა. და აი ამით არის დიდარი რაჭა რომ აი ასეთი მღვდელმთავარი ყავდა, რადგან ყოველ ოჯახში სადაც კი შესულა ისეთი იუმორით წარმოთქმული სიბრძნე აქვს დატოვებული, რომ ყოველი ეს სიტყვა წარუშლელად აღიბეჭდებოდა ხოლმე იმ ოჯახის ყოველი მკვიდრისთვის და აი მე ამან გამოვაგნა რომ როგორ შეეძლო ამ ადამიანს თავისი უბრალოებით და იუმორში გამოხატული სიბრძნით ასეთი დიდი კვალი დაეტოვა ყოველი ადამიანის გულში. მეუფე ელისე გამორჩეული იყო იუმორის ნიჭით. ნიჭით, რომელიც მკაცრი მზერის მიღმა მზის ხიბივით გაკრთებოდა და ანუგეშებდა ყველას, ვინც კი მასთან მივიდოდა. რაც არ უნდა გაჭირვება ყოფილიყო, თავისი იუმორით ისე გაგამხნევებდა, სულ დაგავიწყდებოდა იმ გაჭირვებას. მოკლედ გულით და სულით განვიცდით ყველა და ყველას გული შედგება. ძალიან მოსიყვარულე, ყველაბრე თითეული ადამიანს იხუტება და როგორც საკუთარ სისხლს და ხორცს. მღვდელმთავრის კვერთხითა და მიტრით, დიდი იმედი, ღიმილიდან უგეში დადიოდაო რაჭაში. ასე იგონებენ დღეს მეუფე ელისეს, რომელიც მძიმე სენისა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 17 მარტს გარდაიცვალა. მიუხედავად დიდი ფიზიკური ტკივილებისა არასოდეს უწუწუნია. მხოლოდ ერთი სათხოვარი ჰქონდა. სიკვდილის შემდეგ იმ სოფელში დაემარხა, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა. მან დაიბარა, რომ მე როცა გარდავიცვლები დამკრძალეთ ჩემ აშენებულ ეკლესიაში. განამზადა მან თავისი სული თავისი მთელი ცხოვრებით ემზადებოდა გარდაცვალებისთვის და აი სწორედ ამ დღესთვის და უიხსენიოთ. 21 მარტს წმინდა სინოდის წევრებმა მეუფე ელისეს წესი აუგეს. წესის აგების დასრულების შემდეგ ჯერ სოფელ შქმერში საგვარეულო სახლში გადაასვენეს. შემდეგ კი მისავე აშენებულ წმინდა ელისე წინასწარმეტყველის ტაძარში დაკრძალეს. შქმერში ამბრძანებით დაგვიტევა დიდი იმედი, რომ ეს სოფელი არასდროს არ მოკვდება. რომ მისი დამქრევებული ეპარქია გააგრძელებს არსებობას უგუნისამდე. ერთმა სასופველი და უმყაროს მის წმინდა ნაწილებს და წმინდა სულს. შესაძლოა მღვდელმთავარს აკურთხებენ წარდგინებაზე მღვდელმთავარმა უნდა წარმოთქვას სიტყვა, სამღვდელმთავრო სიტყვა. მეუფე ელისე აი გაგიკვირდებათ, არ ვიცი თუ იცით თუ გახსოვთ ვინმეს წარმოთქვას ერთ სიტყვაზე ერთი წინადადება მხოლოდ. და ეს წინადადება იყო მაშინაც ჩემთვის გამოუგნებელი და დღეს აი ნამდვილი ჭეშმარიტი დამოწმება. მან ერთადერთი რამ თქვა წარდგინებისას. ვეცდები ვიყო, არ ვიყო იმაზე ნაკლები. მღვდელმთავარი ვიდრე ვიყავი მღვდელი. და მინდა გითხრათ, რომ ამ ეს სიტყვები ჭეშმარიტად აღასრულა.